200 ლარი დამიჯდა მერის ამ ქოცალა ნასეტკების გადაღება, მაგრამ მიიღირდა. ანუ რა ხდება? როგორც ისეთ ჯერ კიდევ წლების წინ კალაძემ დაალიცენზირა არა მარტო ტრაფარეტიას მქონე ტაქსის მძღოლები, არამედ ისინიც, ვინც აპლიკაციით მუშაობენ. ეს არსებები კი მერის ნასეტკები არიან ამ სიტყვის პირდაპირი თუ ენციკლოპედიური მნიშვნელობით. ანუ ისინი იძახებენ ლიცენზიის არ მქონე ტაქსებს, მგზავრობენ, შემდეგ კი ამ მგზავრობის დროისა და ადგილის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, მერია თავის მხრივ იღებს კადრებს ვიდეო კამერებიდან და ამ კადრების საფუძველზე აჯარიმებს მძღოლებს. ორი მიზეზია თუ რატომ იმაჩნია ამ ქალების და ზოგადად სახელმწიფოს ეს ქცევა ერთის მხრივ უკანონოდ, მეორეს მხრივ კი უბრალოდ უღირსად. უკანონოა იმიტომ, რომ ჯარიმის სახით ადამიანებს მისდით უბრალოდ ფოტო, სადაც ჩანს როგორც ხდებიან მანქანაში ადამიანები, რაც შევთანხმდეთ, რომ დანაშაული არ არის. ხოლო თუ ამ იმას მერიაში გაასაჩივრებ, იქ ხდებიან ადამიანები, რომლებიც რეალურად არა კანონის, არამედ რაც ქუჩურ ენაზე გელაპარაკებიან, გაჩვენებენ რაღაცა სკრინს ტელეფონიდან, სადაც ჩანს ეს გამოძახების დეტალები და გეუბნებიან, რომ აი ამის საფუძველზე მოხდა დაჯარიმება. თუმცა, როდესაც ეკითხები რა კანონიერ საფუძვლით მოიპოვეს ეს სკრინი, ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გცემენ. ხოლო, როდესაც საბოლოო სამართლებრივი გადაწყვეტილება გამოდის, იქ საერთოდ არ ახსენებენ არც ამ სკრინს და არც ამ ნასეტკებს. იმიტომ, რომ მტკიცებულების ამ გზით მოპოვება უკანონოა და ეს მათ მშვენივრად იციან. ახლა რატო არის ეს ქცევა ამავე დროს უღირსი? ლიცენზია ადამიანებს ორი მიზეზის გამო შეიძლება არ ქონდეთ. ერთი შეხედვით წელიწადში 100 თუ 120 ლარი დიდი თანხა არ არის. მაგრამ როდესაც ამ ლიცენზიას ვადა გაზდის, დიახ, იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება ადამიანს ეს თანხა არ ედოს, იმიტომ რომ ის გადადებული 100 ლარი არ შეიძლება ბავშვი გახდა ავად, ან თვითონ მანქანა გაბუჭდა და ამაზე დაეხარჯა. და სწორედ ასეთ დროს ქვასავით წამოეწევა ხოლმე ამ ადამიანებს კალაძე და მისი ნასეტკები. მეორე კატეგორია კი, რომელსაც არ აქვს ლიცენზია, არიან ადამიანები, რომლებსაც ყავთ მარჯვენა საჭიანი მანქანები, რომლებსაც ლიცენზიას უბრალოდ არ აძლევენ. მარჯვენა საჭიანი მანქანა კი უბრალოდ იმიტომ ყავთ, რომ უკეთეს ვერ ყიდულობენ თან, როგორც წესი ამ ადამიანებისთვის ტაქსის მძღოლად მუშაობა დამატებით შემოსავალია, მთელი დღე მუშაობის შემდეგ დამატებით რამდენიმე საათს მუშაობენ, რომ ოჯახში რაღაც 10 თუ 20 ლარი მიიტანონ დამატებით. მათთვის კი ამ 100 ლარის ყოველწლიურად გადახდა არც თუ ისე ადვილია. ასე რომ მეგობრებო, დაიმახსოვრეთ ამ ორი ადამიანის სახე. სწორედ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ისედაც ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანებს აჯარიმებენ უღირსი და უკანონო გზით.